ხოლაშა აი ხედავ ტიკი ემისფერი ლაბადამაცია და გაზეთის ნაცვლად წელში ჰაშტაგი მიგირავს. აბა როგორ ხარ? კარგად გენისები, კარგად. პრინციპში ჩვენ ესეთი მისალმება არა, როგორ არის ხო, ეს ჩვენ გვაქვს ესეთი მისალმება. ჩვენ გაქვს როგორ? აი ესეთი. ხო, აი ეს. წავედით. ესე იგი რა ხარია? ნელა არ წაიცე. ქარწაღებულები ვართ რა. ნამდვილად. მაგრამ მაინც გავიმართ. კი, კაი ამინდია. ჩვენი ჰაშტაგი არ გავიფრინდეს. შენ თორე ამ მომენტში არ გამოხვიდოდით გარეთ არა. მოკლედ მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი სტუმარია თბილისის უშუს ფედერაციის პრეზიდენტი და საქართველოს უშუს სანას ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. თქვი მოკლედ რეგალია. კი, სწორად, ზუსტად. ძალიან გრძელი იყო, აბა როგორ ხარ? რუსკა ძალიან კარგად ვარ, მიხარია თქვენც რომ ესეთ კაი გადაცემა დაიწყეთ და მართლა ზუსტად აი რისი თქმა მინდა, აი ზუსტად შეესაბამება იმას, რასაც თქვენ აკეთებთ. ეხლა მოგიყვებით ჩემს პატარა ისტორიას, რისი თქმა მინდა. მე ვიყავი სულ რაღაც 12 წლის რომ დავიწყე ვარჯიში საბრძოლო ხელოვნებაზე უშუზე და 2005 წელი იყო. ვარჯიშზე სრულად შემთხვევით მივიღე თვალზე ტრავმა და ამ ტრავმას არ მივაქციე ყურადღება რატომღაც 2009 წელს პრაქტიკულად სრულად დავკარგე ცალთვალზე მხედველობა, რაც ჩემ ფსიქიკაზე, ჩემ ემოციაზე, ჩემ განწყობებზე ძალიან იმოქმედა. ლაშა, თან ეს ტრავმა შენ მიიღე კარიერის, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ზელიში. კი. აი, როდესაც უკვე შენ მივხვდი, რომ მხედველობა დაკარგე. აი, რა გააკეთე? არ ჩავარდი სასოწარკვეთილებაში თუ უკვე მივხვდი იმას, რომ ანუ უნდა გაგეგრძელებინა ცხოვრება, მაგრამ როგორ არიცოდე? რაც არ კლავს, ყველაფერი გვაძლიერებსო რა. აი, ზუსტად ეს არის მთელი ჩემი ცხოვრების დევიზი და мотиваცია. ვცდილობ მივიღო ის გარემოებები, რაც არსებობს სამყაროში, იმიტომ რომ სამყარო რამდენადაც ლამაზია, იმდენად სასტიკიც არის და ჩვეულებრივია ეს ცხოვრება, იმიტომ რომ ყოველ წუთას ვერ გექნება ის კომფორტის ზონა, რასაც კომფორტის ზონა ქვია და ამიტომ ამ დისკომფორტს უნდა შეეგუო და ამ დისკომფორტით უნდა იცხოვრო. ლაშა, როგორც მე ვიცი, შენ ყავს არაჩვეულებრივი მეუღლე, რომელიც აი ამ მძიმე ჟამს შენთან ერთად იყო, აი ეს ყველა ეტაპი გაიარა და აი ამ ყველაფერზე რომ გვესაუბრო. კი, მადლობა მინდა ღმერთს და მადლობა უთხრა ჩემ მეუღლეს, რომ აი ამ პერიოდში ძალიან გვერდში მედგა, რასაც ქვია სულიერათაც და ფიზიკურათაც მომხნევებდა და როიტყვიან ხელი-ხელ ჩაჭიდებულები გავამკლავდი და დღემდე მოვედეთ რა. ესეთ გაჭირვების პერიოდში ზუსტად მაშინ უნდა დაუდგნენ თოლქმარი ერთმანეთს და იყვნენ სულ ხელი-ხელ ჩაჭიდებულები, აი ინიანივით რა, ჩვენი სიმბოლოც ესეთი, აი სულ ერთად, როგორც აი სირბილე და ძალა, ცეცხლი და წყალი, მიწა და ჰაერი, აი ეს სტიქიები ერთმანეთს გვაერთიანებს, ეს ქალი და კაცი, რო არა უერთმანეთ, ღმერთმა ხო ესე შექმნა ჩვენ, რომ ქალი კაცის გარეშე, კაცი ქალის გარეშე არ არსებობს და ზუსტად ერთმანეთის გვერდზე უნდა ვედგეთ და ხელი შევუწყოთ ერთმანეთს და ზუსტად აი ის პრობლემები რაც კი სამყაროში არსებობს ერთმანეთის გვერდში დგომით და თანადგომით უნდა გადავლახოთ. შენი ეს ტკივილი ფაქტიურად აქციე мотиваციად და ძალად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დიდი მადლობა. პირიქით თქვენ მადლობა ესეთი კაი გადაცემისთვის და ზუსტად ამის თქმა გვინდოდა ჩვენ. ნამდვილად და დიდი მადლობა. აი ესე ერთი სურათიც გადავიღოთ. ჩვენი პროდიუსერი რას ვიკეთებს ხოლმე იცი ძირითადად რო გგონია რომ სურათს ვიღებთ და თურმე ვიდეოა. აბა ვნახოთ ამჯერად რა იქნება.